სტუდენტი ირაკლი კუპრაძე ძალოვანი უწყებების მხრიდან ოჯახზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის ინფორმაციით, უცნობა პირებმა, რომელთა განცხადებითაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იყვნენ, მის ოჯახს სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს. რატი ხვისდანი განავრცობს თემას ახლა ღია ეთერში, რატი გისმენთ? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ირაკლი კუპრაძე ზეწოლას უკავშირებს კანცლერის არჩევნებს, რომელიც ხვალ არის დანიშნული. რამდენიმე კვირის განმავლობაში ირაკლი კუპრაძე ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი არის ამ აქციებისა. შეგახსენებთ, რომ არჩევნები, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს, შეეხება კანცლერის არჩევას. კანცლერი არის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მმართველი, რომელიც განკარგვავს სხვადასხვა საქმიანობას, მათ შორის ფინანსებს. სტუდენტები აპროტესტებენ ამ ადამიანის არჩევას, რადგან აცხადებენ, რომ ის არის მოძალადე და რამდენიმე წლის წინ, როდესაც თვითმმართველობის პრეზიდენტი იყო, მისი ორგანიზებით მოხდა სტუდენტებზე ძალადობა. შეეხება ზეწოლას, ირაკლი კუპრაძემ განმარტა, რომ მის ოჯახში იმყოფებოდნენ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და გარკვეული ინფორმაცია მოითხოვეს მათგან. ჩემს სახლში, სადაც უკვე მეოთხე წელი აღარ ვცხოვრობ, ბათუმში, იყვნენ მისული ორი თანამშრომელი ძალოვანი უწყებისა, მოითხოვეს ჩემი ოჯახის წევრებისგან ჩემზე პირადად ინფორმაცია, მათზე ინფორმაცია. მე ამ ყველაფერს ვერაფერს ვერ უკავშირებ, ვინაიდან მეოთხე წელია უკვე თბილისში ვცხოვრობ და ვთვლი, რომ ეს არის ზეწოლის ფაქტები ოჯახის წევრებზე. ისინი ამ მოძრაობის წევრებს გვირტყამენ იქ, სადაც ყველაზე მეტად მტკივნეულია. სტუდენტებში არსებულ დაპირისპირებაზე დღეს კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძე. აცხადებს, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე არჩევნებიც და შიდა დაპირისპირებაც უნივერსიტეტის შიგნითვე უნდა მოგვარდეს. გასაგებია, რომ არის უკმაყოფილება, ვიღაცას მოწონს ახალი კანცლერის კანდიდატი, ვიღაცას არ მოწონს, თუმცა აბსოლუტურად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და მმართველი საბჭოს გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ინფორმაციას ვიღებ, თვალყურს ვადევნებ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა გადაიზარდოს არავითარ შემთხვევაში რაიმე სერიოზულში, იმიტომ რომ არ არის ნამდვილად ამის საჭიროება. უნივერსიტეტში კანცლერის არჩევნები ხვალ გაიმართება, ერთადერთი კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილია. მადლობა რატი ხვისდანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.